ქალაქ გორის საკრებულოს შენობაში ვართ. ჩემს უკან ხედავთ აბრას. ეს ალბათ ჩემი მშობლების თაობას ემახსოვრება, როდინდელი აბრა შეიძლება იყოს ეს. 90-იანი წლების შემდეგ ამ შენობაში ნამდვილად არაფერი არ გაკეთებულა. ეს არის ჩვეულებრივი ნაგავს საყრელი. აი მოდი ვაჩვენოთ ახლა აქეთ რა ხდება. გარედან შენობას ბეტონები ცვივა. აი აქ რაღაც წარმოუდგენელი რაღაც ხდება, რაღაც კარად ადგას ძველი ნაგვით სავსე. მართლა გაოგნებული ვარ ამ შენობაში შიგნით თურმე რა ხდება, არც ერთ ადამიანს, ქართული ოცნების არც ერთ წარმომადგენელს თავმოყარეობა არ აქვს, რომ იტანენ საკრებულოს ხელმძღვანელობისგან, რომ ყოველდღიურად აი ესეთ შენობაში ატარებინებენ სხდომებს. ხალხო, მართლა გაოცებას ვერ უმალავ და თვალებს ვერ ვუჯერებ. რამხელა უთავმოყარეობაა, რომ არ სთხოვდე შენი ქალაქის ხელმძღვანელობას, როდესაც ხარ საკრებულოს წევრი, ოცნების წარმომადგენელი, ხელისუფლების წარმომადგენელი, არ თხოვდე ხელმძღვანელობას, რომ შეცვალოს და რაღაც გარემო შექმნას ისეთი, სადაც სირცხვილი არ ექნება სხდომების ჩატარება. აი ეს შენობა არის სახე თუ რას წარმოადგენს ქართული ოცნების ქალაქ გორის საკრებულოს ხელმძღვანელობა.